და აი დადგა ის ბედნიერი მომენტი. კარგი არომატები მოდის. ძალიან დიდი პოტენციალის ღვინო არის. უდნავ მომაგონა იმერეთის ღვინოა. ხაშლამა უნდა იყოს თანთალა, ხო? ყვავილში ვეხვევით. ალში. ვერაში ვერ გასვლი ნამდვილად. ფერარი მინიმუმ. შეიძლება ითქვას ლეგენდარული მეღვინეა ქართული ღვინის სამყაროში. აბა წავიდა. ეს არის პანე ფერში დადუღებული უდედოდ. ნახე. უყურეთ ბოლომდე. დღევანდელი ეპიზოდი ეძღვნება გურჯაანის ღვინის ფესტივალს. გურჯაანში მივდივართ. ეხლა ყავას ავიღებთ კეთილი მგზავრობისთვის, რამე სნექებსაც, აუს გავავსებთ და წავედით სხვათა შორის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი ღვინის ფესტივალია. ბევრი ჭამაც გვექნება, იმიტომ რომ ფუდ კორტიც ბევრია და მაგალითად კარგი ამბები გველოდება ამ ეპიზოდში. გურჯაანში ჩამოვედით გურჯაანის ღვინის ფესტივალზე, როგორც უკვე გითხარით, რომელიც ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანია არა მარტო საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპაში. 400-ზე მეტი მონაწილეა. მეღვინეები არის, ფუდკორტები, ძალიან გემრიელი კახური ჭამა გველოდება. მეღვინეები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან წარმოდგენილები, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ბევრ ღვინოს გავსინჯავთ კარგს. უკვე ძალიან ბევრი ადამიანია ფესტივალზე, ისეთი აქტიური და ხალისიანი გარემოა, კარგია, მინდია ჩვენც მეტი რა გვინდა. ბევრ საინტერესო ადამიანსაც ჩავწერთ ამ ეპიზოდში. უყურეთ ბოლომდე. აბა დავიწყეთ, მრავალხმიანი ღვინის კუთხესთან მოვედით. ესეთი ღვინის პასპორტი მაქვს, ძალიან ბევრი ხალხია და რომელ ღვინოსაც გავსინჯავ, ბეჭედს ჩამიწყამენ. მერე წავალთ საჭმელზე. ძალიან ბევრი ხალხია. მრავალხმიანი ღვინის სივრცეში გადმოვინაცვლეთ. შოთა ნატროშვილი, გურჯაანის ღვინის ფესტივალის ბრენდ ამბასადორია ჩვენთან ერთად და შოთა უფრო კარგად მოგუყვება. ეხლა რას ნიშნავს ეს სივრცე, რატო მოეწყო ცალკე და რას ნიშნავს მრავალხმიანი ღვინო. პირველში გამარჯობა და მადლობა რომ მოხვედით და გვეწვიეთ. ჩვენ ამ ფესტივალის ერთ-ერთ გამოყოფილ სივრცეში ვართ, რომელსაც მრავალხმიანი ღვინოები ქვია. ამ კონცეფციის იდეა არის უშუალოდ რომ ხაზი გავუსვათ ქართული უნიკალური რეგიონებისა და ვენახებისა და მარნების უნიკალურობას, რომელიც ერთობლიობაში ქმნიან იმ ჰარმონიას, რასაც ქართული მეღვინეობა ჰქვია და მე მინდა ამ შემოვლით განახო თუ რამდენად განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან და უშუალოდ ღვინოების მაგალითზე აგიხსნა თუ რას ნიშნავს ეს კონცეფცია. აუ, კარგია, მინდა. წავთ. გავსინჯოთ. პირველი გაჩერება, აბა. კარდანახი? კარდანახი. გამარჯობა. რა გვაქვს წარმოდგენილი, რო გითხრათ? ესე იგი, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს როგორც კლასიკური ხარჯი, ასევე გოგის ხარჯი. ჩვენ ახლა ვიწყებთ დეგუსტაციას და შემოვლას და გვინდა რომ დავიწყოთ თეთრი კლასიკური ღვინო. ის ღვინო გვაქვს 50-50 აღებული, და მწვანე. და გვაქვს დაგენებული კლასიკური ტექნოლოგია. და თეთრ ღვინოს ზოგადად როგორ ვაფასებთ? რა თქმა უნდა, ჭიქავან დავატრიალოთ როგორც ყველა ღვინის შემთხვევაში. ყოველთვის გვჭირდება თეთრი ფონი, რომ შევაფასოთ ღვინო. აი როგორც ხედავ, საკმაოდ გამჭვირვალეა, თუმცა აქვს ესეთი ჩალისფერი ელფერი. ხო. შენ როგორ იტყოდი? საკმაოდ სუბიექტურია ზოგადად ღვინის შეფასება და ყველა მართალია, ასე რომ შენი აზრით უნდა ხო, მთავარია ღვინო არ იყოს გაფუჭებულიო. ხო, დავაგემოვნოთ არომატი. დავაგემოვნოთ. არომატი ესეთი მსუბუქი და რაღაც ბევრნაირი, ცოტა მის ყვავილებით ხო, აი ყვავილოვანი არომატები ჩემთვის უფრო ხიხვიდან მოდის და აი ეს ციტრუსები, რომელიც მწვანისთვის არის დამახასიათებელი, ესაც საკმაოდ გამოკვეთილია, საკმაოდ ისე დაბალანსებული არის. ეს ორი არომატი ერთმანეთს არ უშლის ხელს. ხო.
ძალიან ცინცხალია, ძალიან კარგი მჟავიანობა აქვს. რჩება კიდეც დიდხანს. კი, დიდხანს რჩება, ესეთი არის ზაფხულის ღვინო, რომელიც ესეთ ჩასაცილებელი არის, ისეც მიირთმევა კერძების გარეშე, თუმცა შეიძლება უფრო მსუბუქი კერძებით შეუთავსოთ, უფრო მცენარეულ ბაზაზე. ხილიც მოუხდება მგონი შოთა. უბრალოდ ატამის რომ მიატანო, ძალიან კარგი არის. მადლობა დიდი. მადლობა დიდი. 22 ქაწითელი ვარდიაშვილის ღვინო. ევროპული სტილიდან გადავით მაოპაპუს სტილზე, ქვევრის ღვინო 6 თვე ჭაჭაზე, 6 თვე ჭაჭაზე და კლერწზე. ქაწითელი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ღვინის ჯიშია საქართველოში. ბევრისგან საკმაოდ ესე ვთქვათ ყველგან არ აქცევენ რადგან ცოტა აკდებულად უყურება. თუმცა ჩემს ძალიან დიდი პოტენციალის ღვინო არის როგორც ხილი, ისევე ბალანსი, ისევე კარგი ტანინები, მოდი გავსინჯოთ. გავსინჯოთ. 2022 წლის არის. ეს უკვე ემბერია, ქარის. კი, შეგვიძლია თქვა, რომ უკვე ემბერია. ციფრებს განიხილავთ. აქ იგრძნობა ის ტანინები. იმისთან მიუხედავად, რომ საკმაოდ სხეულიანი არის, მაინც არის ის ბალანსი, რომ ზედმეტად არ გრძნობთ აი იმ სხეულს და ტანინებს და არ გვაბეზრებს თავს ასე. ხო, არ გამძიმებს. ერთ ჭიქაზე მეც დალევ. აი საკმაოდ ესეთი დაბალანსებული ღვინო არის და ძალიან მოწონს. წამოდით, თან მადლობა. მადლობა. თქვენ თეთრი კლასიკური თუ გაქვთ აქ წარმოდგენილი? ეს შექმნილი ჯიში არის მუსკატის და ქაწითელის განსხვავებული გემოები აქვს. თან ყველა წელს სხვადასხვანაირი ხასიათი აქვს, თვითონ ყურძენს არომატები და გემოვნური თვისებები განსხვავდება. ჩვენ მწვანესთან ერთად დავაყენეთ ამჯერად. ისე გვაქვს ხოლმე ქრისტიანაცება. ბავშვების გემოვნება ჩავთეთ, ჩვენი შვილებთან მარიამელა. ხო, ძალიან კარგად შეესაბამება ღვინის სტილსაც ეტიკეტები, რომ ეს არის ცინცხალი, ხილი, ცავსე, საკმაოდ მარტივად გასაგები ისეთი ღვინო არის. სხვადასხვა ვარდისფერიც გვაქვს, წითელიც გვაქვს, ამ კატეგორიაში ჩვენი ეზოფია. ჭოტიაშვილის ღვინო ზოგადად ისეთია ცნობილი არაერთხელ გამისინჯავს. აი ეს საოცარი არომატი, რომელიც ცხვირში პირველი მოდის მართლა ვარდი თუ ყვავილი, მუსკატზე რო ამბობდით, მისი დამსახურება. დამსახურებაც არის და მწვანე ცხელს უწყობს, იმიტომ რომ მწვანე ქიმიაზე ძალიან უნივერსალური. ზოგადად ყურძნებში არის ნეიტრალური არომატის ყურძნებიც და ასევე არის არომატული ყურძნები, რომელიც უფრო მუსკატის და თვითონ მუსკატსაც აქვს მრავალი ჯიში თვითონ. და ანუ რაზეც ბატონი კახა საუბრობს, ეს ერთ-ერთი ნაირი სახეობა არის, როგორც კიდევ აი ვარდის ლიჩის ატმის არომატები. აქ უფრო ყვითელი და მწვანე არომატებია, ანუ აი თეთრი ვარდიც არის. ხო. ანუ ციფრის არომატი აქ ვერ იქნება, თუმცა მუსკატს ქონია შემთხვევა ცალკე მუსკატურ ქაწითელს, რომ რო არა აი რო ვერ ხედავდე და მუქფერის ჭიქაში გეგონებოდა რომ წითელ ან ვარდისფერ ღვინოს ვარდი. ხანდახან ესეთ ხასიათსაც ავლენს. მადლობა, ძალიან საინტერესო ღვინო არის და მადლობა რომ ისე კარგად შეგვირჩიეთ გასასინჯებლად. მოდი ხა ჩემთან წავიდეთ ერთ ქვევრი გავსინჯოთ და მე ქართულთან წითელი და ეგ. კარგი. შოთას მარანთან მოვედით, თავისი ღვინოც გამოფენილი აქვს. ჩვენ გვაქვს მარანი და ვენახი სოფო ვაჩნაძიანში, ჩვენი პატარა 5 ჰექტარი გვაქვს, მცირე მარანი, ვაყენებთ მხოლოდ ქვევრის ღვინოს, ტრადიციულს, თუმცა არა ასე ტრადიციულად და ქართულად, როგორც ჩვენ ქვევრის ღვინო წარმოგვიდგენია. მოდი ერთ-ერთი ღვინო გავსინჯოთ, ერთ-ერთი ქვევრის ღვინო. მოდი ავარჩიოთ კახური მწვანე. მწვანე ძალიან მეყვარს. განსხვავებული ის არის ჩვენს დაყენების მეთოდში, რომ ჩვენ არ ვაჩერებთ კლერწზე, მხოლოდ კანზე ვადუღებთ და მაცერაციის პროცესიც 6 თვემდე აგრძელდება, რაღაც 4-დან 5 თვემდე, იმიტომ რომ გვინდა რომ ეს სიმსუბუქე და ამ დროს ტანინი ნაკლები აქვს შედარებით, ხო? შეგვიძლია თქვა, რომ უფრო ნაკლები ექსტრაქცია არის ღვინიდან. და უფრო მსუბუქი არომატებია და ზუსტად ამას ვეძებთ ჩვენ ღვინოში, როდესაც ვაყენებთ და ისიც აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ველურ საფუარზე ვადუღებთ, რაც უფრო მეტად გამოკვეთს ბუნებრივ არომატებს ღვინის და დიდად არ ვერევით ღვინოში რა. არც ნატურალური, არც ორგანული, მაგრამ შეგვიძლია თქვა, რომ ნაკლებად ჩარეულები ვართ ღვინის დაყენების მეთოდში. აჰა, გასაგები. მე მიყვარს ძალიან ნატურალური ღვინო, პატივს ცემ და როგორც ხედავ, აქვს ცინცხალი არომატები. მიუხედავად იმისა, რომ ქვევრის ტიპიური ყვითელი ხილი, ასე ვთქვათ, თეთრი ყვავილები, ქიშმიში ახლავს, ასევე ახლავს ესეთი კარგი ცინცხალი მჟავიანობა. ხო და ოდნავ მომაგონა იმერეთის ღვინოები. არ არის მთლად აი ბოლომდე კახური თითქოს და მე ძალიან აი ლაშა არის იმერეთის ღვინის
ძალიან კარგი. გულს შემატკივარ. რაც შეეხება ეტიკეტებს, ეს ჩემი ნამუშევრებია ყველა. ვაუ, და წიდან წლამდე ვცვლით. ყველა სახეობას აქვს თავისი ნამუშევარი და ყოველ წელს იცვლება ყველასთვის. ხატავ კიდეც. კი. მაგარია. ვაერთიანე პროფესიას და ჰობის. წარმატება. მადლობა, შენ მადლობა. და ყველა მეღვინეს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კარგია, კარგ საქმეს აკეთებ. მოდი ჩვენი მოგზაურობა ამ სივრცეში დავასრულოთ წითელი ღვინით, კარგად დავარგებული კაშში, ესეთ სხეულიანი, ტანიანი საფერავით. ქართველის ბრენდი, ხო? ბრენდი ქართველი, ძალიან კარგი მეღვინეობა, ძალიან კარგი მეღვინით. დიტო თავბერიძე. ეს ღვინო მოწეულია კახეთში, გვიან არის დაკრეფილი უფრო კარგი ფენოლური სიმწიფისთვის. შემდეგ დადუღებულია უკვე უჟანგავ ფოლადში და ფერმენტაციის შემდეგ უკვე გადატანილია ფრანგულ კასრებში. კასრი კიდე სხვა არომატს აძლევს. კასრი უკვე სხვა სამყარო არის, ასე შეგვიძლია ვთქვათ მეღვინეობის. კასრის გამოწვის დონებზეც არის დამოკიდებული თუ როგორი ზეგავლენა იქნება ღვინოზე. ამ შემთხვევაში არის საშუალო და ინტენსიური გამოწვის რამდენიმე კასრი და შემდეგ უკვე დიტოს გადაწყვეტილებით არის შერეული, თუ რამდენად ინტენსიური უნდა და კასრის ზეგავლენა ღვინოზე თვითონ გადაწყვიტა. მოდი გავსინჯოთ. ეს უკვე გემოვნების ამბავია და ხო, მეღვინე როგორც დაინახავს. აუ, როგორი ხილია აქაც, რაღაც ბევრი ალუბალი. მიუხედავად რომ ისეთი სხეულიანი ღვინო არის, ამასაც საკმაოდ კარგი ბალანსი აქვს. კასრი ძალიან კარგად არის შესული ღვინის არომატიკაში. ფიქრობ რომ ძალიან კარგი ნიმუში არის. ფრანგული კასრი რო გავიგე მაგიტო, თუ ზოგადად ფრანგული ღვინის არომატი დამრჩა, აი რაღაცა. ფრანგული ღვინო ზოგადად ყოველთვის ასოცირდება კასრით დავარგებულ წითელ ღვინოსთან, ამიტომ არის უფრო ფსიქოლოგიური ასოციაცია არის. სტილი გავს, ნამდვილად გავს. თუმცა ქართული ელფერი აქვს საფერავის ჯიშით მიცემული, რაც არის ინტენსიური ხილი, ცოცხალი ღვინო და აი უფრო როგორც ვთქვი, უფრო წითელ ხილში გარდამავალი არომატები დაბალანსებული კასრის ზეგავლენით. კი, მადლობა. მადლობა. მადლობა თქვენ ასეთი კარგი შეფასება. დების ხილის ფეურის საფერავს 23. საინტერესო ის არის ამ ორ ღვინოს შორის, წითელ ღვინოებს შორის სხვაობა, რომ წინა იყო უფრო ევროპული სტილის დაყენებული, ეხლა უფრო უბრუნდებით ქართულ, ასე ვთქვათ, ტრადიციულ მეღვინეობას. და ორივე ღვინო არის საფერავი და საინტერესოა დავინახოთ რა სხვაობა არის მათ შორის. დავალება მივიღე, რას დავაკვირდე. ბრას მეთქვი. აქ უფრო აი იგრძნობა ის ქვევრი, ტანინებს რასაც ვეძახით, ის ცოტა უფრო მსუბუქი იყო. შეგვიძლია თქვათ, რომ ეს არის საფერავის უფრო წმინდა გამოხატულება, იმ მხრივ, რომ კასრის გავლენა აქ უფრო ნაკლები არის, უფრო წინააღმდეგ წამოწეული ეს ხილის არომატები, ეს წითელი ხილი, კენკროვანი ხილი, შეიძლება აი ცოტა ყლაპის სიმჟავეც წამოვიდეს, აი. ზუსტად, ყლაპი. ჰა, რა მაგარია, რო გეუბნებიან, მე უფრო ხვდები ხოლმე. ძალიან სწორად აღნიშნეთ, ეს არის საბარძო საფერავი. ხო. საბარძო საფერავი. შათა ვიცი რომ ძალიან გაგვიანდება, იმიტომ რომ შენ იმ ხელა როლი გაკისრია გურჯაანის ღვინის ფესტივალზე, გაგიშვებ 2 წუთში. უბრალოდ ლადო უზუნაშვილი შევნიშნეთ, რომელიც არის ძალიან მაგარი მეღვინე, ხო? ლადო უზუნაშვილი ალბათ ერთ-ერთი შეიძლება ითქვას ლეგენდარული მეღვინეა ქართული ღვინის სამყაროში. ძალიან საინტერესო იქნება მასთან მისვლა, მისი აზრის მოსმენა ზოგადად ქართულ მეღვინეობაზე და როგორც ვიცით, მისი პერსონალური ღვინოებიც არის წარმოდგენილი დღეს. თავისი ღვინოც. თავისი ღვინოები და მოდი გავსინჯოთ. ხო, მაშინ და ბოლო იყოს და მე აღარ მოგაცდენ მეც. გამარჯობა ბატონო ლადო. გამარჯობა. გამარჯობა, მე ჩემი სახელია ანა, ძალიან ბევრი მსმენია თქვენზე და ლაშა თქვენი დიდი თაყვანისმცემელი. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რა აზრის ხართ ესეთ ფესტივალზე, რას ფიქრობთ, რა მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ამას ჩვენი მეღვინეობისთვის? ჩვენი მეღვინეობა, რომელიც არის кайხანი იყო ესე მიჩუმებული, აი ამ კონტექსტში, რასაც დღეს სოფლიო მოითხოვს ჩვენგან, ხო, ეხლა იბადება და ეგეთ ფესტივალები, სადაც ხდება აი ადან ჰამდე ყველაფრის წარდგენა, ხო, ეს მე მგონი არანაირ კომენტარს არ საჭიროებს. ამისი საჭიროება უბრალოდ ორგანულია და ორგანული მოხდის ის ყველაფერი. ჩვენაირი ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვანია სწავლა. რა თქმა უნდა, აი თქვენაირი ადამიანები და მე თქვენთან ერთად შემოდივარ როგორც გვილის მომხმარებელი, ხო, ეს არის ის ინდივიდები და ის კომპონენტები ჩვენი კულტურის, რომელსაც ეს კულტურა უნდა გააგრძელოს. თუ არა ჩვენ
თქვენთან ვარ მე ახლა არა როგორც წარმოებელი, ანუ ღვინის მოყვარული. თორე ჩვენ და ჩვენი ერთობა ეს კულტურა სხვანაირად ვერ გადარჩებოდა, ხო? ამიტომ ეს წარდგენები, ეს საუბრები, ეს დეგუსტაციები, დაგემოვნებები აუცილებელია, იმიტომ რომ ძალიან სხვა, ასე ვთქვათ, მიმართულებები გაცდა დღეს გემოვნების პრიორიტეტში სოფლიოში. ეს არის ქვევრის უდედო, რომ აგვიხსნათ თან, რომელსაც რატომღაც ჩვენ შევარქვით ევროპული ღვინო. ევროპა არ გვიცნობდა ჩვენ არ ვიცნობთ ევროპას უცე ეს სტილი არსებობდა ჩვენთან და ერთი უბრალო მიზეზის გამო. ჩვენ რატომღაც ყოველთვის ვაფანატებთ ასე ვთქვათ ქვევრის ფენომენს და ქართველები ტრაბახობენ ქვევრი ჩვენია და ეს ყველაფერი აქედან დაიბადა. ხო, იწის ფირიფერას შათული და 800-წლიანის. ყოველთვის გავიწყდება საწნახელის ფენომენი. საწნახელი იყო თანამედროვე ტექნოლოგიების მეგეტყვით 80% შეგიძლიათ ახსნათ საწნახელისა და ქვევრის დუეტით, ტანდემით. საწნახელიდან გამოწვეული წვენი ხო ჩადიოდა ქვევრში, დალოცვილი. ფიზიკურად ხო იღებდნენ და დებდნენ, ყრიდნენ ამ ჭაჭას ქვევრში. ვის წარმოგიდგენია თუ არ დაედუღებიათ? ხო. ჭაჭის გარეშე. ჭაჭის გარეშე. მთელი ფენომენი ამაზე აგებულ კახეთში საწნახელი იმისთვის არის, რომ უზნად წვენი გამოუწვრო და გაჭრილდო და შემდეგ ეს ჭაჭა იყრებოდა. მაგრამ ეს ნახეთ, უბრალოდ რეგიონალურად იმენა ბრძენი იყო ქართველი მეღვინე, ყველა რეგიონში ხო თავის მიდგომები ქონდათ, მაგრამ იმერლები ნაკლებად ჭაჭიან საკეთებდნენ ღვინოს, ესე ვთქვათ, უხეში ტერმინოლოგიით, ხო? მესხები საერთოდ არ ხმარობდნენ, იმიტომ რომ 1100 მეტრიდან 1200 მეტრამდე იყო იქ ვენახები და გრილი კლიმატის გამო იქ ყარი ნაწილი ხო იმისი რა ქვია, კანი და წიფწა ამწიფდებოდა, კლერტი ამწიფდებოდა. ამიტომ ეს მწვანე რაღაც ვეგეტატიური ტონები რომ არ გადასულიყო ღვინოში, წურავდნენ წვენს და წვენს ადუღებდნენ. ჩაიხედეთ სტრაბონის ნაწერებში, ჰეროდოტეს ნაწერებში. როგორ თქვით, ევროპულის ნაცვლად რა ვთქვა? უდედო. ეს არის უდედო. უდედო. რაჯისვავთ ხომ? ეს არის მწვანე ქვერში დადუღებული უდედო. როგორც ინცხალი არის, როგორც ეს მჟავიანობა დაბალანსებული, ეს ჯიშური არომატები მწვანეს ძალიან მოუწონს. ძალიან. ეხლა ლაშა დიდი ნერწყვი გადავიდა. სინჯებს რომ მორჩები. მოდით ლაშა რომ გამოვთავისუფლოთ კამერის უკიდან წინ გამოვიყენოთ ჯობია. გვაქვს ასევე ძალიან საუცხო ესეთი ისტორიული ასე ვთქვათ ნარევები, ნაზავები, ბლენდებს რო ეძახთ კუპაჟებს. საფერავი და მწვანე. საფერავი მწვანე კი ბატონო. ესეც შეიძლება. ყველაფერი შეიძლება ადამიანის ფანტაზია თუ კი არ აზიანებს ადამიანის ყოფიერებას. საქართველოში იყო ორი ძალიან დიდი ისტორიული სკოლა, თეთრისა და უბრალოდ წითლის და თეთრის შეხამების. ეს იყო ხიდისთავური და ეს იყო კვაცხუთი რაჭაში. სადაც წითელი და თეთრი ერთად შეიძლებოდა რომ მოგიაზრებია როგორც სამეღვინეო მასალა. და როგორი გადაანაწილება გაქვთ ახლა? ამას მე ვერ გეტყვით ამ ყველაფერს. მაგრამ იდეა რა არის, აღმედგინა ქართული ისტორია და ამავე დროს აწია შემოგვეცხო ფრანგული რეალობისთვის. ანუ გაგვეჩინა კონკურენტი ქართული ისტორიიდან. ფრანგებს აქვს დიდებული დუო, ეს არის სირა და ვიონიე და აი სტილში იმ სეგმენტში ეს ღვინოები ძალიან გასაგები არის ღვინის დაგემოვნებიდან რასაც ეს არის კიდევ საფერავი ხიხვი. მეორე და აი დადგა ის ბედნიერი მომენტი, როცა უნდა გავსინჯო მწვადი და მოვედი გივისთან. გივი ყველა მითხრა, რომ კაი მწვადი იქით არისო. აბა, რა ნაჭრებს მიწვა? აი ძირითადად შერეულია რა, დაბასტურმებულია, შენახულია. დაბასტურმებული ტიპიური კახური ხო არ არის? თუ კი იციან კახეთში დაბასტურმებული. აი უმეტესი დღეს აქ არ წავს უმეტესი დაბასტურმებული, სხვა პირდაპირ წავს უბრალოდ მარეთში. აი, სინჯავ დაბასტურმებულ მწვადს. ბადლობა ძალიან დიდი. აბა წავიდა. მწვადი. ესეთ ფესტივალზე პირველი მწვადი მიჭამ. მოდი, ღვინის მამა დაგპატიშებ. არა, ვიხურე. კაია. ჯან, უგემრყე. ძალიან მაგარია, წვნიანიც არის.
ცოტა ცხიმიც აქვს, წვნიანიც არის და ყვამლის არომატიც აქვს. კაია, ავედით ახლა სხვა რამე გავსინჯოთ. კახური მწვადის მერე გადავწყვიტეთ რაჭულ კუთხესთან მოსვლა. ძალიან გემრიელად გამოიყურება ლობიო რაჭული ლორი, აქვე დამარინადებული ბოსტნეული და ჯონჯოლი. ნუ ეხლა ლობიოს რომ ჟავე უხდება ხო? მაგას არ უნდა ბევრი მოყოლა, მაგრამ ლობიოა კარგად ამოლესილი. ლორს აქვს შებოლილი გემო და ჟავე არ არის ძალიან მჟავე, რაღაცნაირი ახლის არომატი აქვს, ახალ დამჟავებულის. ერთსაც ბუკბეთ. მაგარია ძალიან, სხვა რაღაც გავსინჯოთ. საუსი აქვს? პიურე აქვს, ზემოდან ნივრის საუსი და თონის პური. Cool, კაი. ხაშლამა უნდა იყოს თანთალა, ხო? ისეთია ნივაში რო ვერ გაცვლი? ვერაში ვერ გაცვლი ნამდვილად. ფერარი მინიმუმ. ფერარიში გავცვლი ამ ხაშლამა. არა, ჯერ გავსინჯავ და მერე შევაფასებ. აი თანთალი გაუძს. Number 10. პორცია კაი დიდია. ახური შოც მადლობ. ნახე. ხორცი რო ჩანგლითვე გაიჭრა. კაია. ივრის დამდოგვის соусიც უგემრიელესია. ხორცი ძალიან რბილია. პიურეა ერთგვაროვანი, კრემისებრი, ფაფუკი. თან იმაში ყვამლში ვეხვევით, ალში პერიოდულად. აია, თანთალა ხაშლამა და მშვენიერი მოფიქრება, ესე სტრიტ ფუდის სახე რომ მისცე. კიდე ერთიც და всё. მოუკვდები. გურჯაანის ღვინის ფესტივალზე არის ჩამოსული ლისა პეროტი, რომელიც არის ღვინის ექსპერტი, ღვინის მწერალი, რედაქტორი, საერთაშორისო ღვინის მოყვარულის მცოდნეების წრეებში ძალიან ცნობილი და პროფესიონალი და მაგარი ადამიანი. ლისა პეროტის ჩავწერთ ახლა სელფის რუბრიკაში და ვილაპარაკებთ რა თქმა უნდა ქართულ ღვინოზე. საინტერესო მისი მოსაზრება ზოგადად რას ფიქრობს ქართულ ღვინოზე, როგორი პოტენციალი აქვს საერთაშორისო ბაზარზე და უყვარს თუ არა ქართული ღვინო. Hello again. Thank you for being with us in Georgia. Thank you for having me. It's my pleasure. I mean, what's not to love about this place? Oh, great. I want to ask, of course, about Georgian wine. How do you like, as expert and master of wine, and how do you see potential of Georgian wine worldwide? Well, I find it very exciting, first of all. I first came here 15 years ago, and I was a little concerned about the quality. I've come back over the last couple of years and seen quality has improved enormously. And people are making the most of the diversity of Georgian wines. So with over 550 grape varieties that we don't even ever see outside of Georgia, and now some of these grape varieties are being used to make some very interesting wines in order to be able to compete on the global stage. Yes, winemakers need to be on top of their game. Fortunately, I mean, you don't actually have to have a huge amount of money to throw at a new winery and all of these resources, because great wine can be made very simply. You know, as long as you understand the science of wine and you can make a pure expression of the grape variety or the style that you're looking to achieve. I think, you know, there's going to be an audience out there in major markets of the world, because the wines are so interesting
with their diversity and with their unique flavors that they offer. Thank you so much. Good luck. შუმისთან მოვედი. საინტერესო ერთი რამე რო გამასიჯოთ. ნახევრად ღვინი. არა, მშრალი. სამი ყურძნისგან დამზადებული ღვინო, საფერავი, კაბერნე და ოჯალეში. ქართული ტრადიციული მეთოდით. მადლობა. კარგი არომატები მოდის. შავიანობაც იგრძნობა, ცოტა მიწა. კაია, მადლობა. ქვევრიის მსუბუქი ვარიანტი სამი ყურძნის ჯიშისგან შექმნილი. მადლობა. წამო, ეხლა წავიდეთ გიორგისთან, ნათენაძესთან. როგორც ვიცი, ფუდკორტებსაც არის და ლოკოკინები და ამბები აქ აპოხტი, ჩემი საყვარელი მესხური სამზარეულო. შუაკახეთში. მოვედით, მოვიტოვე გემრიელი ლუკმა და მარტო ღვინო კი არა, აპოხტი და მესხური ამბებიც აქვს. ვისაც არ გაქვთ ჩვენი ვიდეო ნანახი, დავლინკავ ძველი ვიდეო, სადაც გიორგიო ჩვენი სტუმარი. თავიდან ისე შემეშდე კახეთში რომ დამბადიდეს ჩამოდიო და თან ლოგოკინები ჩამოიტანეო ამ წვადის და ჩაკაფურის და ხაშლავების სამყაროში მეთქი ლოგოკინები ჩავიტანო ალბათ ლოგოკინად გამაგდებელი მეთქი იქიდან და გასინჯეს აღმოჩნდა რომ ძალიან მოეწონათ კი გვაქვს აპოხტი გამოშრალი ხორცების ნაირსახეობა ჩვენი რეგიონიდან თეთრი მიდის ლოგოკინასთან ძალიან მაგრად კი ბატონო მადლობა ჯერ ლოგოკინა კი ლოგოკინა და მე გული მიაყოლე გასიჯეთ კარგად აღეჭე და აბა როგორ ხდება მითხარი აკვდება განსხვავებული ეს უცებ რაც დავლიე მესხური არომატები მესხური ღვინის ვაფშე სხვა არის ცხენის ზუზუ და ხარისთვარა წამყვანიძე შედი კი ეს შენთან მაშინ გავსინჯე მახსოვს საჩუქრადაც გამოგვატანე სახში მე ცოტა მედალაშა ვიჭუბეთ ვიჭუბეთ ხო ერთად დავლიოთ ცალსაკეო იმიტომ რომ მე ეს მხვდა წილად რომელსაც არ შევეხეთ და ჯერ კიდევ გასახსნელი მაქვს ეხლა ამას ძალიან უხდება აპოხტის ხინკალი ბაქმასის და ყველის соуსია ძალიან საინტერესო საქონლის ხორცის გამოშრალი ხინკალი соуსი არის ბაქმა თუთის ბაქმაზი ან თუთის სიროფი რო თქვა და პლუს დამატებული ნარი ყველი ტენილი ყველისგან შედგენილი სრულიად მესხური ამბავი გვაქვს აქ ჯანკნაწუნა და ყველიც მშრალი არ გეგონოთ ნარი სომიკნაწუნა და соуსი არის მოტკბო ოდნა მომჟავა ზუსტად აკვდება ძალიან უხდება დაუმარს აგიმარჯოს გიორგი დაგუჯოს ძალიან მაგარია და ბევრი არ დამისხდა და თამარის ვაზ მე-12 საუკუნის შვენება ისტორიულად და ლეგენდის მიხედვით თამარ მეფის გამორჩეული ვაზი რომლისგანაც საუკეთესო ღვინო მზადდება და მართლა თუ შევადარებთ ამ ლეგენდას დღეს ყველაზე მაგარი პოტენციალი თელს მესხეთში და თელს საქართველოში ნამდვილად ამ ჯიშს აქვს აპოხტი მიაყოლეთ ეს აპოხტი არის ძალიან მაგარი მესხური ტექნოლოგიით, ქართული ტექნოლოგიით გამომშრალი ხორცი, რომელსაც ბატიც ეხა აღარ არის, ხო? არა, ბატიც არის, კაცო. ბატიც არის საშუალებაა. ხო, ბატი ნაკლებად საშუალებაა, ვიდრე საქონის. კი, გორისაც არის, მაგრამ ყველაზე ნეიტრალური გემო, ისეთი რომ ღვინოებს მოუხდეს, ისეთი რომ კერძებს მოუხდეს, მაინც საქონის არის. როგორ შებოლილი არომატები ტრიალებს. როწეულის, ალუბლის გემოები. ანუ ეს ვინო არომატს ხოვებს აი რეცეპტორებზე 1-10-15 წუთში მე მგონი. იბერეთი და იმერული ღვინოები ხო გვიყვარს მედალაშას და უჩას პეტნატი ჩვენთვის არის განსაკუთრებული და გამორჩეული პეტნატებს შორის. მოვედი.
უჩა, ოღონდ შენთან ვარ გადაღებაზე ჩამოსასვლელი 1 წელია ვილაპარაკეთ, რომ ერთი ეპიზოდი უნდა გადაგვაღებინა შენთან, აი ეს პეტნატების ამბავით და იმერული ჭამაც. შევთავაზე. აი, ეხა მარტო პეტნატს გაგისჩა. მადლობა. ეს რა არის რისია? ძელშავის პეტნატი. ძელშავი. ეს არის საშხერის ძელშავის პეტნატი. ასევე გვაქვს ძელშავის ღვინოს. ეხა პეტნატს დავჭერდები და რომ ჩამოვალთ, მე ყველაფერი უნდა გამასწროს. გაგიმარჯოს. საერთო სივრცეში მოვედით და ხაოსმარნის ქაწითელ სინჯავ. გურჯაანიდან არის მეღვინეობა თვითონ, აქაური ღვინოა და აბა ვნახოთ ფერი ნახე როგორი ქარვა, ლამაზი, მზე. აია, ესეთია, დაბალანსებულია. არომატი გემოდით ხანს რჩება ისიც. ძალიან კაია, მადლობა. ქართული ღვინის მარანი. კახეთია? კახეთია, ახმეტა. ახმეტა, ქართული ღვინის მარანი. თქვენ რომელი გიყვართ? მეღვინე თქვენ ხართ? მეღვინე მე არ ვარ. მეღვინე ყავს ძალიან მაგარი. აჰა. ნიკუშა, იჩუკაიძე. თუში მეღვინე არის. არის თუშეთი. ახალი გახსნილია, ცოტა ჰაერი უნდა. აუცილებლად. კაია, არომატულია. ახეთი იგრძნობა. თუშური ხასიათის ღვინო. ძალიან კაია. ხო, რბილი ღვინოა, ისეთია, სასიამოვნოა, აი ბოლოში არომატულიც. მადლობა. 4 5 6 7 8 9 ღვინო გავსინჯე დღეს. მოკლედ, გურჯაანის ღვინის ფესტივალის, მეშვიდე ღვინის ფესტივალის რეჰანის პირველი ეპიზოდი ესე დავასრულეთ. ჩემი ღვინის პასპორტი შეიფსო 9 ბეჭდით. არა, 2-გან არ ჩავარტყმევინე თუ 3-გან. ზოგგან არ ქონდათ და ეხლა წავალ ჩავარტყმევინე, აბას შევინახავ. ამდენი ხალხი მე პირადად არც ერთ ფესტივალზე კი არა, გურჯაანის ფესტივალზეც არ მახსოვს. ნახე რა ვიპოვე. ეს არის გურჯაანის ფესტივალი რო იყო, მე მგონი 4 წლის წინ ან 5 წლის წინ, მაშინ გამომიგზავნეს საჩუქრად. ოღონდ ეს პატარა ისეთ ქანდაკებას ეკიდა და მე მიკიდია მას შემდეგ ქვევრი და ძალიან ძვირფასია ჩემს. კიდე ერთი რაღაც დამავრჩები. ვარდისფერი ოქტომბერია, პატარა კუთხე ქონდათ, ძუძუს კიბოს თვე და ბროშურა წამოვიღე. იმისთვის რომ მოგიწოდოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სკრინინგი და აქ გურჯაანში არის უფასო სკრინინგი, თუ იმას აკისხართ, რომ უკვე უნდა ჩაიტაროთ პროფილაქტიკის მიზნით და კიბო განაჩენი არ არის, აუცილებლად შეიმოწმეთ, თანაც უფასოა, არ დაგეზაროთ. კარგი იყო გურჯაანის ფესტივალი.